სალამი მეგობრებო. დღეს ვარ გამოსული სოკოზე. წვიმები იყო წინა კვირაში, ეს რამდენიმე დღე მზიანი ამინდია და წესით და რიგით უნდა ნახოთ სოკოები. ნახოთ რა გამოგვიყვება. დავიწყე მოკლედ ზებნა. წერეწოს ზოგადად რამდენადაც მე ვიცი ახასიათებს, აი ძალიან ბევრის ერთ ადგილზე ამოსვლა. ეხლა ის ერთი ცალი წერეწო ავიყვანე, მაგრამ რაღაცა ეულად იყო. სხვა წერეწოები არ ყავდა გვერდით. ამ ტერიტორიებს ესე მოვივლი, ძირითადად მინდვრებში დავართვალიერებ და ცოტა ტყის პირსაც შევყვები. ესეთი ლამაზი ტყეებია ამ ადგილებში. ტყის ქათამზე რომ გაიხსნება სეზონი, აუცილებლად ვესტუმრებით აი ასეთ ადგილებს. ახლა კი სოკოების ზებნა განვაგრძოთ. ესეც ერთი ეული წერეწო, რომელიც მარტო ამოსულა თავისთვის. ესეც წავიყვანოთ. ოპა. კიდევ ერთი ცალი. კიდე კარგი იქნება ხა ეს. აი ქორფა არ არის, მაგრამ არც ძველი. აი ამას ვიძახდი რა, რომ წერეწოს ერთსაც თუ მიაგნებ, ხო? ძირითადად ესე ამოდის ხოლმე ყველა ერთად. აი იმ ზოლზე, აუ იქითაც რამდენია, მე მგონი ხან თავარია ძალიან დაგვიანებული არ იყოს და გამხრები არ იყო. ლამაზია, ნახეთ. აი ესე ზოლზე იცის ხოლმე ამოსვლა, აი იქამდე, იქითაც, აქეთაც. მაგრამ ძალიან კარგი. ისეთი ძალიან მაგარი რაღაც არის სოკო. ძალიან. სასწაულის უნი აქვს. ესეთი სილამაზე არის ჩვენი წერეწო. ხო, ერთი რაც არის, რომ სოკოს აყვანისასო, შეიძლება ანუ უმჯობესია, რომ ეს თავზე ოდნავ დაარტყათ, რომ ის სპორები დააპნიოს, რომ შემდეგ კიდევ ამოვიდეს. ამიტომ ვცდილობ ხოლმე, რომ მეც ასე მოვიქცე. ესეთი ლამაზია ჩვენი წერეწო. ამ ხუმრობაში მეგონი ნორმალური რაოდენობა უკვე დაგვიგროვდა. როგორი მაგარი არის ბუნება რა. აი ესეთ რაღაცა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი რაღაცა არის, რაც აი ეს უბრალოდ ბუნებრივად მოდის და შეგიძლია უბრალოდ მომზადო. სულ რაღაც 2 წუთი უნდა და არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი გემო, რაც გამისინჯოს ჩემი ცხოვრების განმავლობაში და აი ასე რომ უბრალოდ შეგიძლია გამოხვიდეთ თან ბუნებაში, გაიარო და თან აი ესეთი გემრიელობა მართლა ბუნების საჩუქარი არის. მადლობა ყველაფრისთვის. ჩვენ დედა ბუნებას. აი ახლა ბალახების ქვეშ რამდენიმე წერეწო ძლივს შემოჩნია, თითქმის გაუვარე გვერდით. აი ხარიან და ეს იქნება კიდე სხვა მოძებნ. აი ესეთი ლამაზი წერეწო. ხოეთ ამხელა. აი კარგი.
აი ჩემი ხელის ზომა არის თითქოს. აბა. თან ისინი სულ ახალი ამოსულებია ეთყობა. აი ესე. ძალიან ლამაზებია. აი ამ ადგილას რამდენი წერეწო ვნახე უკვე. აი ერთ პატარა ადგილში. რამდენი უცალ აი ესეთი სოკოც შემხვდა. უბრალოდ ვერ ვცნობ მე რა სოკოა. თუ იცით? ხოთ მითხეთ რა სოკოა. აი აქ არის მაგალითად ეს. იგივე ტიპის სოკო. გამოსული. აი ესე ჯგუფად ამოდის. ეს არის. ესეც ჩვენი ტყის ქათმის სანადირო ადგილები. ცოტა ხანში ამ ადგილებსაც ვესტუმრებით სანადიროთ. და იმედი მაქვს კარგი ნადირობებიც გამოგვივა. მოკლედ დალოცვილი ადგილია რა. ყველაფერი არის. სანადიროც არის. სოკოებიც არის. ბუნებაც არის, სილამაზეც, რა ყველაფერი. მოკლედ ძალიან კარგია. ხო. წავალ ახლა. რამდენიმე წელს აქვე უცებ მოვამზადებ. მომზადება მარტივია ძალიან, მაგრამ მაინც აქვე უცებ მომზადებულს საერთოდ სხვა გემოც აქვს და გასვლის. მოკლედ საკმაოდ კარგი გამოსვლა გამოვიდა ჩემი აზრით. მშვენიერი დრო გავატარე ბუნებაში. სოკოებიც ვნახე, ავიყვანე და ცოტა ხანში დაიწყება ტყის ქათამზე ნადირობის სეზონი 1 ოქტომბერს და ამ ადგილებს კვლავ ვესტუმრებით. იმედია ტყის ქათამის დაგხვდება. ოქტომბრის დასაწყისში იმედია კვლავ წერეწოც იქნება და სხვა სოკოებიც. ხო, მოკლედ წინ ძალიან საინტერესო ამბები გვეოდება წესით და რიგით. აბა, გემშვიდობით, მომავალ შეხვედრამდე.